გამარჯობა, ეს მე ვარ ფერმერია, მე ლალა ფაღავა ვარ ამ გადაცემის წამყვანი. გრძელდება ჩვენი მოგზაურობა ლიეტუვაში, ქვეყანაში, რომელსაც სოფლის მეურნეობის მდიდარი მემკვიდრეობა გააჩნია. აგრარული ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს ლიეტუვაში შეადგენს რძის სექტორი. ამ ქვეყანაში დაახლოებით 250,000-ზე მეტი მერძევე საქონელია და წლის განმავლობაში რძის წარმოება აღწევს 1 მილიონ ლიტრს. საწარმო, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მდებარეობს კაუნასში და ის არის ლიეტუვაში ყველაზე მასშტაბური რძის გადამამუშავებელი ქარხანა. აქ დაახლოებით დღის განმავლობაში 650 ტონა რძე იწარმოება, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, არამედ მნიშვნელოვანი ნაწილი გადის ევროპაში ექსპორტზე. ასეთი მასშტაბური რიცხვები რა ტექნოლოგიებით და ინოვაციებით მიიღწევა და როგორია ამ ქარხნის მენეჯმენტი, დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ, ამიტომ შემოგვიერთდით და დარჩით ჩვენთან ერთად მომდევნო 20 წუთის განმავლობაში. ლიეტუვაში ყველაზე დიდ რძის საწარმოში მასპინძლობთ, როგორც ვიცი, აქ შემოსვლა ძალიან რთულია და ჩვენთვის ეს გამონაკლისი დაუშვით. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. დღეს ხართ ლიეტუვაში პირველები, წარმოებით და მასშტაბით. შესაბამისად, როგორ გაიარეთ ეს გზა, როგორ მიხვედით აქამდე, საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის ამის მოსმენა. We have very interesting history. ჩვენი კოოპერატივის ისტორია ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავია. ქარხანა, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია, სწორედ ამ საერთო მიზნის განხორციელების შედეგად შეიქმნა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გადავწყვიტეთ. გავერთიანებულიყავით ლიტვის ერთ-ერთ უდიდეს კოოპერატივში. ამ კოოპერატივის მიზანი იყო ისეთი ქარხნის აშენება, რომელიც იმუშავებდა როგორც პროდუქტის წარმოებით, ისე პარტნიორების ურთიერთდახმარებით სწორედ გაყიდვებზე. ჩვენი მიდგომა გამორჩეულია ტრადიციული პრაქტიკისგან, რადგან ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც ჩვენს პროდუქტს განსაკუთრებულსა და უნიკალურს ხდის. 2015 წელს ჩვენი კომპანია ჩაერთო რძის ცილის ფხვნილის წარმოებაში. და ამ სფეროში უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ჩვენი უახლესი ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ თხევადი კრემი უმაღლესი ხარისხით. ქარხანა ყოველდღიურად 650 ტონა რძეს ამუშავებს, რაც მართლაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ამ პროცესის შედეგად იქმნება კრემი, რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური თვისებებითა და მაღალი ხარისხის სტანდარტებით. კოოპერატივის ისტორია ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ინოვაცია და თანამშრომლობა გახდეს წარმატების საძინდარი. ჩვენ ამაყად ვაწარმოებთ პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ ხარისხიანია, არამედ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო განვითარებაში. ფერმერები, რომლებიც თქვენს საწარმოში არიან, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებთ ამ რძეს, თუ კაუნასის მიმდებარე სოფლებიდან ან მეურნეობებიდან? კოოპერატივის მთავარი იდეა ჩვენი წევრებისგან რძის შეგროვება და მისი პროდუქციად გადამუშავება. თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ წევრებზე არ ვართ დამოკიდებული. საჭიროებისამებრ რძეს ვყიდულობთ სხვა საწარმოებისა და ახლომახლო ფერმებისგანაც. ეს პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს უზრუნველყოთ წარმოების სტაბილურობა და მაღალი ხარისხი, რაც ჩვენს მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტს, რომელიც რძის საუკეთესო ნედლეულისგან მზადდება. ჩვენი მიდგომა ეფუძნება მოქნილობასა და სანდოობას, რაც ხელს უწყობს კოოპერატივის მდგრად განვითარებასა და სამომავლო წარმატებას. და ეს ყოველდღიური პროცესია ალბათ, ხო? დიახ, ჩვენი წარმოება 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ პროცესი უწყვეტია და არასდროს ჩერდება. აი ამ ფანჯრებიდან ხედავ, რომ საკმაოდ დიდი ცისტერნებია რძის და ძალიან საინტერესო ტექნოლოგიებია, რომელიც აქამდე მე პირადად არ მინახავს. რა ტექნოლოგიებს და ინოვაციებს იყენებთ თქვენ ქარხანაში იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია აწარმოოთ?
ჩვენი ტექნოლოგიური პროცესები გარკვეულწილად ეფუძნება ტრადიციულ მეთოდებს, თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავებულია სტანდარტული პრაქტიკისგან. წარმოებაში დანერგილი გვაქვს არაერთი ინოვაციური მიდგომა, რაც ჩვენს პროდუქტს კიდევ უფრო გამორჩეულსა და მაღალხარისხიანს ხდის. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროცესია რძის ფილტრაცია, რომელიც ხორციელდება სპეციალური მემბრანული მილების საშუალებით. ეს მილები მუშაობს წნევის კონტროლის ქვეშ და საშუალებას გვაძლევს რძე დავღოთ კომპონენტებად. ფილტრაციის შედეგად ხდება რძის ცალკეული კომპონენტების გამოყოფა და მათი კონცენტრირება. ეს პროცესი ზრდის ცილის რაოდენობას სითხეში, რაც ჩვენს ტექნოლოგიას უნიკალურ და მაღალტექნოლოგიურ მიღწევად აქცევს. შემდეგ ეტაპზე კომპონენტების კონცენტრაციის შემდეგ რძე გადამუშავდება სპეციალური საშრობი კამერების საშუალებით, რომლებიც რძეს ფხვნილის ფორმაში აქცევენ. ამგვარად ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და უნიკალური თვისებებით. მთლიანი ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს წინასწარ გათბობას, კონცენტრაციას და საბოლოოდ ფხვნილად გარდაქმნას. თუმცა, მიუხედავად მისი გარეგნული სიმარტივისა, ეს პროცესი მოითხოვს მაღალი დონის კომპეტენციას და თანამედროვე აღჭურვილობას. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ გამოირჩევა ბაზარზე თავისი უნიკალურობითა და სანდოობით. და მაინც რამდენი სახეობის პროდუქციას ამზადებთ სულ თქვენს ქარხანაში, რომელია ყველაზე მოთხოვნადი? და თან მცირეოდენი სტატისტიკაც მოგვაწოდეთ. სად რეალიზდება თქვენი პროდუქცია, რა რაოდენობას აწარმოებთ თითოეულს? როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენი ტექნოლოგია წარმოადგენს ძველი და ახალი მეთოდების უნიკალურ კომბინაციას, რაც ჩვენს პროდუქტს გამორჩეულსა და მაღალხარისხიანს ხდის. ჩვენი მთავარი მიმართულებაა ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და პასუხობს მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნებს. ჩვენ ვაწარმოებთ თხევად კრემს, რომელსაც ინგრედიენტად აწვდიან სხვა ქარხნებს. ეს პროდუქცია ფართოდ გამოიყენება საკვები პროდუქტების, დესერტებისა და სასმელების წარმოებაში. ჩვენი ძირითადი პროდუქტი კი რძის ცილის ფხვნილია, რომელიც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება. ეს არ არის უბრალოდ რძის ფხვნილი. ჩვენ ვიყენებთ უნიკალურ მეთოდებს ცილის კონცენტრაციის გასაზრდელად და მის კომპონენტებად დასაყოფად, რაც ჩვენს პროდუქციას განსაკუთრებულსა და მაღალ ხარისხიანს ხდის. ჩვენი წარმოების მთავარი ნაწილია რძის ცილის კონცენტრატი, MPC, რომელიც მთლიანი პროდუქციის დაახლოებით 80% შეადგენს. ეს კონცენტრატი ფართოდ გამოიყენება სპორტული კვების, სამედიცინო დიეტებისა და სპეციალიზებული საკვები პროდუქტების წარმოებაში. დანარჩენი 20% მოიცავს შრატის ცილის და კაზეინის კონცენტრატებს, რომლებიც გამოიყენება მაღალი კვებითი ღირებულების მქონე საკვების დასამზადებლად და სამეცნიერო კვლევებში. ჩვენი პროდუქციის 99% ექსპორტზე გადის, რაც ცხადყოფს ჩვენი საწარმოს გლობალურ მნიშვნელობას. ჩვენი მთავარი ბაზარია ევროპა. თუმცა, ბოლო წლებში დავიწყეთ თანამშრომლობა აზიის ქვეყნებთან, მათ შორის ჩინეთთან და იაპონიასთან. ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს შევიდეთ ახალ ბაზარზე, სადაც ჩვენი პროდუქტების მიმართ მოთხოვნა მზარდია. ჩვენი სტრატეგია მოიცავს წარმოების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და პროდუქტიულობის ზრდას. ჩვენი პრიორიტეტია მომხმარებელთა ბაზის გაფართოება და მყარი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რაც ჩვენს კოოპერატივს კიდევ უფრო გააძლიერებს და ახალ დონეზე აიყვანს. სურსათის უვნებლობის სტანდარტებს მინდა შევეხოთ კონკრეტულად, რა სტანდარტებით მუშაობთ, რომელი სერტიფიკატები გაქვთ და რამდენად რთულია ეს პროცესი თქვენთვის? ჩვენი ქარხანა სრულად სერტიფიცირებულია, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს ISO სერტიფიკატები და FSSC 22000 სერტიფიკაცია, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის სისტემების სტანდარტებია. ეს სერტიფიკატები საშუალებას გვაძლევს დავიცვათ წარმოების პროცესის ყველა ეტაპი და უზრუნველყოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.
გარდა ამისა, ჩვენი ქარხანა აღჭურვილია ოშერისა და ჰალალის სერტიფიკატებით. ჩვენი პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროკავშირის სერტიფიცირების რეგულაციებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ გლობალური ბაზრის ნდობა და მოთხოვნების შესაბამისობა. Თქვენი კომპანია მთლიანად დგას კოოპერატივზე, რომელიც შედგება რამდენიმე ათეულობით და ასეულობით ფერმერისგან, როგორც ვიცი. ზოგადად კოოპერატივის იდეა ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ მიმართულებით ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს, თუმცა ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მე მინდა რომ თქვენი კოოპერატივის მაგალითზე გარკვეული გამოცდილებები გავიზიაროთ, რამდენი ადამიანია გაწევრიანებული თქვენს კოოპერატივში და ზოგადად თქვენთან როგორ მუშაობს კოოპერატივის სისტემა. ლიეტოვაში ჩვენს კოოპერატივს 15 წლიანი ისტორია აქვს და ეს გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენ მუშაობთ მაღალ კონკურენციაზე დამყარებულ ბაზარზე, სადაც 4-5 სხვა ქარხანა აწარმოებს მსგავს პროდუქტებს. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ჩვენ შევძელით ლიდერობის მიღწევა საწარმოო სფეროში, რაც ჩვენი გუნდის ფერმერების და ინოვაციური მიდგომების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. 8 წლის წინ დავიწყეთ გაფართოების პროცესი, რაც ჩვენი საქმიანობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ამჟამად ჩვენ ვთანამშრომლობთ 274 ფერმერთან, რომლებიც წარმოების ძირითადი საყრდენი არიან. ჩვენი მიწოდების ჯაჭვი მოიცავს როგორც მცირე მასშტაბის მეურნეობებს 10 სულის საქონლით, ასევე დიდ მეურნეობებს 2000 სულის საქონლით. ამ მრავალფეროვნებამ მოგცა შესაძლებლობა შევინარჩუნოთ სტაბილური წარმოება და უზრუნველყოთ მაღალი ხარისხის სტანდარტები. ფერმერებთან მჭიდრო ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა ჩვენი წარმატების უმთავრესი საფუძველია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოოპერატივის თითოეულ წევრს შეეძლოს თავისი წვრილის დანახვა საერთო წარმატებაში. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ სტაბილურ მომარაგებას უზრუნველყოფს, არამედ ზრდის ნდობისა და ხარისხის დონეს, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის უმნიშვნელოვანესია. გამოცდილებამ გვასწავლა, რომ გამოწვევები განვითარების შესაძლებლობებს ქმნის. ეს ხედვა გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ ზრდა და ლიდერობა საწარმოო სფეროში. წარმომიდგენია, რამდენად რთულია 200-ზე მეტ ფერმასთან კომუნიკაცია ყოველდღიურად და ამ პროცესების მართვა და მენეჯმენტი. საკმაოდ რთული სისტემაა კოოპერატივი. თქვენთან როგორ ხდება კოოპერატივში გარკვეული საქმიანობების მენეჯმენტი და რა შეიძლება აღვიქვათ კოოპერატივის სირთულედ ან მარტივ მხარედ, რომელიც გვიმარტივებს უფრო მეტად საქმეს. თქვენი გამოცდილების შესახებ, თქვენი კომპანიის მაგალითზე მინდა რომ აი ეს შედარებები გავაკეთოთ. მე როგორც ერთ-ერთი კოოპერატივის წევრი ვამაყობ, რომ ჩემი ფერმა ამ ძლიერი და წარმატებული ქსელის ნაწილია. თანამშრომლობის პროცესში ვხედავ მხოლოდ დადებით შედეგებს. ჩვენი ფერმები ვითარდება და იზრდება და ეს არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ მომავალი წარმატების საწინდარიცაა. ჩვენი კოოპერატივის ერთ-ერთი მთავარი ძალა პროფესიონალთა გუნდია, რომელიც აქტიურად მუშაობს ფერმერებთან. გვყავს კვების სპეციალისტები, გაყიდვების მენეჯერები, ხარისხის მენეჯერები და სხვა პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს დაეხმარონ ფერმერებს. პრობლემების გაჩენის შემთხვევაში გუნდი უშუალოდ მიდის ფერმაში და უზრუნველყოფს ველა საჭირო პროცესის სწორად ორგანიზებას. საერთო თანამშრომლობა წარმატებული მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც კოოპერატივს შეუძლია წევრებისთვის კონკრეტული სარგებელი უზრუნველყოს. ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი ქსელი და მხარდაჭერა, რაც თანამშრომლობის ეფექტურობას ზრდის. ჩვენი კოოპერატივის ისტორია მარტივი არ ყოფილა. საქმიანობის დასაწყისში მრავალი დაბრკოლება შეგვხვდა, მათ შორის სხვა კომპანიების წინააღმდეგობა, რომლებსაც არ სურდათ ფერმერთა კოოპერატივების არსებობა. თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კოოპერატივი შეიძლება იყოს ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია.
დღეს ჩვენ ვამაყობთ, რომ გვყავს 274 ფერმერი, რომლებიც ჩვენი კოოპერატივის წევრები არიან. ეს ადამიანები ჩვენი ქსელის სიძლიერის საფუძველს წარმოადგენენ. ჩვენ მუშაობთ მათი პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად და საერთო ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს საერთო ხედვა და გუნდის მუშაობა ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორებია. თქვენ როგორც აღნიშნეთ თქვენ საუბარში, ხართ ასევე ფერმერი. ამ კომპანიის წევრიც და ასევე ფერმერიც. თქვენი ფერმის მაგალითზე მოგვიყევით, როგორია თქვენი ყოველდღიურობა. დაახლოებით რა რაოდენობის საქონელი ყავთ და როგორია თქვენი კავშირი ამ კომპანიასთან? ჩემი ფერმა შედარებით მცირე ზომისაა. გვყავს 40 მეწველი ძროხა და ჩვენ საქმიანობაში მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ. მე, ჩემი ძმა და ჩემი მშობლები. ეს საოჯახო მეურნეობაა, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ამ საქმეს დიდი გულმოდგინებით ვაკეთებთ. ჩვენს ფერმას 120 ჰექტარი მიწა აქვს, რაც საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ ცხოველებისთვის საჭირო მაღალი ხარისხის საკვები და შევინარჩუნოთ ფერმის მდგრადი ფუნქციონირება. მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე ვარ, ჩემი ფერმის საქმე ჩემთვის კვლავ უმნიშვნელოვანესია. ხშირად ვსტუმრობ ფერმას. პირადად ვხედავ, როგორ ვითარდება საქმეები და როგორია ჩვენი ფერმის მდგომარეობა. ფერმერთა საქმიანობა ჩემი ცხოვრების საყვარელი ნაწილია და მუდმივი შთაგონების წყაროა. ჩემი როლი კოოპერატივში მოიცავს როგორც ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, ისე ფერმერებთან უშუალო ურთიერთობას. ყოველთვის ვცდილობ ვესაუბრო მათ, გავუზიარო ჩემი შეხედულებები და დავარწმუნო, რომ რძის წარმოებას აქვს ნათელი მომავალი. ჩვენი კოოპერატივის მიზანია გავხდეთ ლიეტუვაში ყველაზე დიდი და ძლიერი ლიდერი, რაც მხოლოდ ერთობლივი მუშაობითა და ურთიერთდახმარებითაა შესაძლებელი. და როგორია თქვენი საომავლო ხედვები და გეგმები, როგორც ფერმერის, ასევე ამ კომპანიის წარმომადგენლის? როცა ჩემს ფერმაზე ვსაუბრობ, მე და ჩემი ძმა ხშირად განვიხილავთ გაფართოების გეგმებს. ამ ეტაპზე ვგეგმავთ დავამატოთ 2 საწველი რობოტი, რაც მოგცემს საშუალებას უფრო ეფექტურად ვმართოთ ფერმა და გავზარდოთ პროდუქტიულობა. ჩვენი მიზანია მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში გავზარდოთ ნახირი 150 ძროხამდე, რისთვისაც საჭიროა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და მუშაობის სტანდარტების გაუმჯობესება. რაც შეეხება ქარხანას, ამჟამად დღეში ვამუშავებთ 650 ტონა ნედლ-რძეს, მაგრამ ჩვენი გეგმები გაცილებით მასშტაბურია. ჩვენ ვგეგმავთ ამ რაოდენობის გაორმაგებას 1300 ტონამდე, რაც აუცილებელია ჩვენი ფერმერების საქმიანობის გაფართოებისთვის. ამ დროისთვის ქარხანა მუშაობს სრულ დატვირთვაზე და წევრების მიერ მოწოდებული რძის მოცულობა უკვე აღემატება ჩვენს გადამუშავების შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ ქარხნის გაფართოება და ტექნოლოგიური გაუმჯობესება პრიორიტეტულია. ამჟამად კოოპერატივი აერთიანებს 28,000 სულ ძროხას, მაგრამ მკიცედ გვწამს, რომ ეს რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს 40,000-მდე. ამის მისაღწევად საჭიროა ფერმერებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და პროცესების ხელშეწყობა, რაც წევრებს უფრო დიდი რაოდენობით რძის წარმოებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია თითოეულ ძროხაზე რძის მოსავლიანობის გაუმჯობესება, რაც დამატებით გაზრდის წარმოებას. ამ ყველაფრის მხარდასაჭერად აუცილებელია ქარხნის გაფართოება და ნედლი რძის გადამუშავების შესაძლებლობების გაორმაგება. ხარისხიანი და ნედლი რძის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის და ზოგადად მსოფლიო ბაზრისთვის, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ნედლი რძის დეფიციტია მთელ მსოფლიოში, ამიტომ ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად წარმატებებს გისურვებთ. ხოლო თქვენი გამოცდილებები ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ გზას ახლა ჩვენ გავდივართ. დიდ მადლობას გიხდით ამ გამოცდილებების გაზიარებისთვის და თქვენი გეგმების სრულყოფაში მოყვანას გისურვებთ. იმედია დავბრუნდებით თქვენთან და აი ორჯერ უფრო მეტად გაფართოებულ თქვენს ფერმას ვიხილავთ. დიდი მადლობა თქვენ.